მოგესალმებით, ეთერშია მოამბე 10 საათზე, ახალ ამბებს მარიამ ვაშაძე გაგაცნობთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავს, სადაც გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილ გარდაქმნის და განვითარების სამწლიან გეგმას გაეცნობიან. ბორდის საკითხის ირგვლივ ღია დისკუსიის გამართვას გეგმავს სამეურვეო საბჭოს წევრები ვასილ მაღლაფერიძესთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებთან და მედია ექსპერტებთან შეხვედრებს გამართავენ, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებენ. ბორდის თავმჯდომარე მტკივნეული ნაბიჯების გადადგმას არ გამორიცხავს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ ჯერ ვერ საუბრობს. საბჭოს წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ საერთო ბადიდან გადაცემების მოხსნით საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებს. ესაჭიროება საზოგადოებრივ მაუწყებს ამის. ერთი ბიძგი რომ იცეს, რაღაცა მტკივნეული გადაწყვეტილებები აუცილებლად იქნება, მაგრამ რა დოზით იქნება ესეთი გადაწყვეტილებები მისაღები? როგორ უნდა განხორციელდეს ისე რომ სამართლიანი იყოს ეს პროცედურა და არავის არ დარჩეს უსამართლობის განცდა, აი ამასთან დაკავშირებით არის სამუშაო გადაწყვეტილება როგორი შეიძლება იყოს საბოლოო ჯამში. ერთი მივიღოთ ეს დოკუმენტი ამ მსჯელობის შედეგად. მეორე, ამ დოკუმენტმა განიცადოს ცვლილება და ისე მივიღოთ. მესამე, არ მივიღოთ ეს დოკუმენტი. შეხვედრები მოეწყოს, დისკუსია გაიმართოს, ყველა არგუმენტი მოვისმინოთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილება მივიღოთ. ერთი ხელის მოსმით ყველა გადაცემის გაჩერება, ან თქვა დახურვა და მხოლოდ მოამბის დატოვება, ეს ნიშნავს იმას, მაუწყებელმა უარი უნდა თქვა ესეთ ვალდებულებებზე, როგორიც არის არჩევნების თქვა გაშუქების წესი, როგორიც არის კონსტიტუციური რეფორმა, როგორიც არის პროგრამული პრიორიტეტები. ჩემი შეკითხვების და ჩემი მოსაზრების დიდი ნაწილი მიმართულია სწორედ მენეჯმენტთან, ასეთ შემთხვევაში, ვინაიდან მე სწორედ მათგან მჭირდება მივიღო მომწურავ ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია, რამდენი თანამშრომელი უნდა დარჩეს და რამდენი უნდა წავიდეს. თუ კი სამეურვეო საბჭო დაეთანხმება, რომ დიახ, 101 გადაცემა უნდა დაიხუროს, რამდენი თანამშრომელი მიდის. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის კრიტიკის მიზეზი გახდა. ნატა ძალიშვილის განცხადებით, მაუწყებლის ბადიდან ყველა გადაცემის მოხსნით მაუწყებლობის შესახებ კანონი დაირღვევა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ გადაცემების შეჩერება არხის პარალიზებას გამოიწვევს. მაუწყებლის გენდირექტორი კი რადიკალური ნაბიჯების საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ტელევიზიაში არსებული ვითარება კანონის მოთხოვნებს არც ახლა აკმაყოფილებს. ვასილ მაღლაფერიძე განმარტავს, რომ არხს 102 გადაცემის წარმოების შესაძლებლობა არ გააჩნია. ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი კონკრეტული ხედვა, ვერ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმა, თუ რას უშვება იმ ადამიანებს, რომლებიც მიერ შექმნილ პროდუქტსაც ის დახურავს, თუ შეაჩერებს, ფიქრობთ, რომ არხის პარალიზებას გამოიწვევს მომდენო რამდენიმე თვის განმავლობაში, თუ ეს გეგმა განხორციელდება. თუ შეგვიდა რომ დავიცვათ აქ პროფესიული უფლებები ადამიანების და განვითარების საშუალება იყოს, უნდა გადავდგათ რაღაც რადიკალური ნაბიჯები, რა პირობებშიც ახლა ჩვენ აქ ვიმყოფებით, ეს პირობები, ეს კანონს შეესაბამება, რასაკვირველია არ შეესაბამება. 102 გადაცემა რომ ამ მაუწყებელს არ შეუძლია, ეს ღრმად ვარ მე დარწმუნებული. თუ ვინმე ამ 102 გადაცემას შეძლებს, ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ რამდენი შეუძლია და როგორ უნდა ამოირჩეს, ამაში ჩვენ საზოგადოების და ბევრი ადამიანის დადგომა გვჭირდება. მე არ ვიცი ეს მექანიზმი ესე იოლად, მოვისმენდი როგორ უნდა ამოვარჩიო აქედან ეს გადაცემები. პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს ბიუროს ხდომით გაიხსნება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. რეგლამენტის თანახმად პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს პარლამენტი 15 დღის ვადაში იხილავს. გიორგი კახიანი არ გამორიცხავს, რომ სასესიო კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე წარდგენილი კანდიდატის საკითხიც განიხილვა. არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის, მათ შორის შემიძლია გამოვყო პრეზიდენტის ვეტო და ჩვენ სავარაუდოდ პირველ ხდომაზე საგაზაფხულო სესიის სწორედ პრეზიდენტის ვეტოს განვიხილავთ. გარდა ამისა, მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით განხილვა მიზანშეწონილი იქნება, რომ ჩვენ ამ კვირაშივე მოვასწროთ. როგორც მოგეხსენებათ, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის საკითხი არის, ასევე არის სხვადასხვა საკანონმდებლო პაკეტი, მაგალითად პატიმრობის კოდექსში განსახორციელებული ცვლილებები. თუ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს არ გაიზიარებს, ეს პირველ რიგში საზიანო იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა. ანა დოლიძეს იმედი აქვს, რომ პარლამენტის წევრები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ შენიშვნებს გაითვალისწინებენ. დოლიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებისთვის მუშაობას განაგრძობს. საპარლამენტო უმრავლესობა კი ვეტოს დასაცლევად მზად არის. მმართველი გუნდის დეპუტატთა ნაწილისთვის გაუგებარია მარგველაშვილის მოტივაცია, თუ რატომ გამოიყენა პრეზიდენტმა ვეტო. ყოფის პრინციპებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პარლამენტის წევრები ყურადღებით მოეკიდებიან ჩვენს შენიშვნებს.
თუ არ მოხდება ვეტოს გათვალისწინება, ბუნებრივია ეს საზიანო პირველ რიგში იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღების მიზნით. როდესაც ვითხოვთ ცვლილებების განხორციელებას უკვე მიღებულ პაკეტში, არ არის ერთგვაროვანი მიდგომა უზენაეს სასამართლოს და სხვა სასამართლოებთან დაკავშირებით. შეიძლება იყოს ცალკეული თემები, რომელიც არ იყოს პრინციპული, მაგრამ არის რამდენიმე პრინციპული საკითხი, რომელზედაც ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ მათ შორის მართლმსაჯულების წარმომადგენლებთან, სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან და ეს პაკეტი იყო შეთანხმების პროდუქტი მათ შორის სასამართლო ხელისუფლებასთან. საერთოდ ეს არ ეხება მხოლოდ ვეტოს, ეს არის პროცესი უზურპაციისა პოლიტიკური გუნდის მიერ მთელი ხელისუფლების, ფაქტობრივად ხელში ჩაიგდეს აღმასვენებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება, აკონტროლებს ეს პოლიტიკური პარტია უზენაეს სასამართლოს. საგაზაფხულო სესიაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი იქნება. საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია წარმოდგენილი პროექტით არ დაზიანდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და სახელმწიფო უსაფრთხოება. გიორგი კახიანი არ გამორიცხავს, რომ საკომიტეტო განხილვების დროს წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის დახვეწა მოხდეს. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით მოსმენების ეგრეთ წოდებული გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შექმნილ სიფს გადაეცემა. მასზე კონტროლს კი საკანონმდებლო ორგანო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და უზენაესი სასამართლოს ერთი მოსამართლე განახორციელებენ. აბაშიძე კარასინის მორიგის შეხვედრა დღეს გაიმართება. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, შეხვედრაზე საბაჟე მონიტორინგის შესახებ 2011 წელს მიღწეული შეთანხმების ამოქმედების საკითხს ემსჯელებენ. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი განმარტავს, რომ საქართველოს ყველაფერი გააკეთა, მაგრამ რუსეთის მხრიდან სათანადო პროცედურები არ დასრულებულა, რის გამოც დოკუმენტის იმპლემენტაცია ვერ ხერხდება. ზურაბ აბაშიძის თქმით, საუბარი ასევე სატრანსპორტო კომუნიკაციებსა და ექსპორტ-იმპორტის საკითხებს შეეხება. ჯერ კიდევ დარჩა რამდენიმე საკითხი გასარკვევი და შესათანხმებები. ჩვენ მათ ვაჩქარებთ და ვითხოვთ, რომ დასრულდეს მათი მხრიდანაც ეს მუშაობა. ქართულმა მხარემ უნდა გააფორმოს კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანიასთან, ანალოგიური კონტრაქტი რუსულმა მხარემ იგივე შვეიცარიულ კომპანიას. შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, ის მონიტორინგს გაუწევს უკვე ამ პროექტის განხორციელებას. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ნატოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ამის შესახებ ამ ფლორიდაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თუმცა დონალდ ტრამპი ალიანსის ხელმძღვანელობისგან და წევრი ქვეყნებისგან საწევრო გადასახადების სრულად გადახდას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ნატოს ბიუჯეტის 70% სწორედ შეერთებული შტატები ავსებს წინა დღით. გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპი მაისში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრას დათანხმდა. ბრიტანელი მოქალაქეები ბრექსიტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გეგმებს ემხრობიან. ამის შესახებ ახალი გამოკითხვა მოწმობს, რომელიც კვლევითმა კომპანიამ ინტერნეტის საშუალებით აწარმოა. გამოკითხვის მიხედვით, ხელისუფლების მზადების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება გამოკითხულთა 53%-ს აქვს, რაც წინათვის მაჩვენებელთან შედარებით 15%-ით მაღალია. პოზიტიური განწყობის ზრდა პრემიერის მიერ იანვარში წარდგენილ ხედვასთან არის დაკავშირებული, რომლითაც ტერეზა მეი ევროკავშირთან მოლაპარაკების წარმოებას გეგმავს. გამოკითხულთა მოქალაქეთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ პრემიერი ბრიუსელთან ქვეყნისთვის საუკეთესო შეთანხმებას მიაღწევს. ევროპის კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა გრეკომ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში სამ ძირითად სფეროზეა ყურადღება გამახვილებული: საკანონმდებლო ორგანოზე, სასამართლოსა და პროკურატურაზე. ანგარიში ნათქვამია, რომ უწყებებში არის სისტემური პრობლემები. დოკუმენტში ძირითადი ყურადღება ეთმობა სასამართლო ხელისუფლების მივლინების ხარჯებს. გრეკო საკანონმდებლო ორგანოში ქცევის კოდექსის შემოღების ინიციატივითაც გამოდის. ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე საქართველოს შეერაღებული ძალების მესამე კვეთი ბრიგადის 32 ბატალიონის მეთაური ქაბულის პროვინციის ქარაბაღის რაიონის გამგებელს შეხვდა. მხარებმა ოპერაციის რაიონში არსებული ვითარება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე გამოწვევებსა და საფრთხეებზე. საუბარი ქართული მხარის მიერ განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ჰუმანიტარულ ოპერაციებსაც შეეხო. შეხვედრის დროს გამგებელმა ქართველი მშვიდობის ყოფილების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და 32 ბატალიონის მეთაურს ქარაბაღის რაიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა.
უწყებათა შორის სწავლება კოლხი და 2017 დაიწყო. ტრენინგი მიზნად ისახავს ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფის დროს უწყებათა შორის კოორდინებულ მოქმედებას, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებას და კრიზისებზე რეაგირებას. ეროვნულ გვარდიაში სწავლების პროცესი განიხილეს, სადაც ტრენინგის მონაწილეები თავიანთ ფუნქცია მოვალეობებს გაეცდნენ. ოპერატიულ დონეზე სამხედრო მართვის ცენტრი ფუნქციონირებს, რომლის მთავარი ამოცანაც ადამიანურ რესურსებით და საჭირო ტექნიკით კრიზისის ლოკალიზაციის მხარდაჭერა. მოწყვდება კავშირგაბმულობის სისტემების საშუალებები, ხდება სწავლების მონაწილეებისათვის თავიანთი ფუნქცია მოვალეობების გაცნობა, ვინ სად რა როლი უნდა შეასრულოს. აღნიშნული სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან არის უწყებათა შორის სწავლება, რაც გვეხმარება ჩვენ მართვა და კონტროლის სისტემის დაფუძნაში და უწყებათა შორის კოორდინაციაში. მომბე ამ დროისთვის დასრულებულია, მე 12 საათზე დაგიბრუნდებით დროებით.